სრული ცინიზმია ქალბატონი ირმას მხრიდან ან საუბრობთ არაკომპეტენტურობა, როდესაც ის დღევანდელ სასამართლოზე საუბრობს, რომ სასამართლო დასუსტა და დასუსტება გვინდა. ჩვენ ეს ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება, ანუ სასაცილო მდგომარეობაა. რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს ქალბატონი ირმა ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, იგი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი არ არის, ხო? მინდა ბატონ ვანოს დარდიაშვილს მიმართო კითხვით. თქვენ იყავით იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მდივან რეფერანტი. შემდეგ იყავით გიგი უგულავას კანცელარიის გამგე. შემდეგ იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის რეკომენდაციით თქვენ დაგნიშნეს საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსად. შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მეცხრე არხი გვიყვებოდა, როგორ აგზავნიდით ძალით ნაციონალური მოძრაობის მიტინგებზე ადამიანებს და ვინც არ გემორჩილებოდათ სამსახურიდან აგდებდით. ამიტომ მე მართლა გულწრფელად მინდა კითხოთ, ხა რა უფრო სასაცილოა, რომ მე, რომელიც არ ვემიჯნები საკუთარ წარსულს, პირიქით ვამაყობ საკუთარი წარსულით, მომავლის განსხვავებული ხედვის გამო ვარ ევროპულ საქართველოში. ეს უფრო სასაცილოა თუ თქვენ, აი ხა მან ქართული ოცნების პირველ მოწინავე რიგებში. ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს რო იცავთ და დამოუკიდებელ სასამართლოზე გველაპარაკებით. რიტორიკული კითხვა, ბატონო ვანო და გირჩევთ. სანამ კიდევ მოგინდებათ რომ დამცინოთ, კარგად დაფიქრდით ხოლმე. მადლობა.